დღეს ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ რეგიონალური ფედერაციების განვითარების პროგრამით ჩამოგვივიდა ასეთი ძვირფასი საჩუქარი ახალი ტაბლოს სახით და ზოგადად კალათბურთის მიმართულება, სასპორტო მიმართულება და ზოგადად სპორტი თელავის მუნიციპალიტეტში არის პრიორიტეტული. იმიტომ რომ ჩვენ ეს ტრადიციულადაც მოგდგავს და ზოგადად არის ძალიან დიდი დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, როგორც თელავში უშუალოდ, ასევე ჩვენ სოფლებში, იქნება ეს მინი-სტადიონების, სატრენაჟერო დარბაზების თუ სხვადასხვა სავარჯიშო სივრცეების განვითარების თვალსაზრისით და ასეთი საჩუქარი ჩვენთვის არის ნამდვილი დიდი мотиваცია, დიდი სტიმული იმისათვის, რომ ხვალდაზე ვუმასპინძლოთ ძალიან მაღალი რანგის სპორტულ ასპარეზობებს. მე მინდა მადლობა უთხრა ჩვენს ფედერაციას, სტუმრებს, რომლებმაც ასეთი ყურადღება გამოხატეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და გამოუთქვა მზაობა შემდგომი თანამშრომლობისა, რაც განავითარებს სპორტს თელავის მუნიციპალიტეტში და ზოგადად როგორც პროფესიულ, ასევე სამოყვარულო სპორტის განვითარება ხელშეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც თვალინდელი მომავლისთვის არის უალტერნატივა. დღეს ლაგოდეხში ფედერაციის წარმომადგენლებმა, კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ჩამოგვიტანეს ძალიან დიდი საჩუქარი ელექტროტაბლო, რომელიც ჩვენ მქონდა ძველი ელექტროტაბლო, რომელიც დაზიანებული იყო და ვეღარ ვიყენებდით და სხვადასხვა ტურნირების, სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებაში ხელი გვეშლებოდა ამაში და მადლობა მინდა ფედერაციას გადაუხადო იმისთვის, რომ გვერდში დაგვიდგა. ზოგადად მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი პოლიტიკაა იმისი, რომ კალათბურთის განვითარება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს რეგიონებში და ჩვენ ლაგოდეხში გვყავს კალათბურთის გუნდი. მართალია არ არის ისეთი, რომელიც სხვადასხვა დიდ ტურნირებში იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ ძალიან წაგვადგება აღნიშნული ტაბლო და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ახალგაზრდებს კიდევ უფრო ბევრ мотиваცია შეძენს იმისთვის, რომ მომავალში კაი კალათბურთი ითამაშონ და ჩვენ მივესალმებით ამას. შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან და ერთობლივად შევეცდებით, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტში განვავითაროთ აღნიშნული სპორტი.